კონკრეტულ თამაშებზე გადავთ, თქვენი შტაბ-ბეჭდილებები მაინტერესებს პირველ რიგში. ქვეყნის ბრაზილია ძალიან კმაყოფილები ვართ, ერთად ვიყავით მე და ბატონი გია. მთლიანობაში ნახა რიო არის ქალაქი, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს, ვისაც შანსი მიეცა ამისი, და ყველაფერი გააკეთოს ეს შანსი კონდეს, იმიტომ რომ ეს არის ქალაქი, რომელშიც სადღესასწაულო რაღაცა განწყობა ჰაერშია თითქოს რა და განსხვავებით სან-პაულუსგან, რომელიც 18 მილიონიანი ქალაქი ესეთი უსახური მე არ მინახავს. რა თქმა უნდა, მაინც კმაყოფილებით რა თქმა უნდა ლაპარაკი ხომ სიორსო წახვალ რაღაცას კი ნახავ, მაგრამ თქვათ შედარება ამ ორი ქალაქის ამ დროს სან-პაულუ უფრო დიდია. 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს სან-პაულუში, 12 რიოში. ბევრად უფრო შტამბეჭდავი, უბრალოდ ერთი ქალაქი არის ძალიან შტამბეჭდავი და მეორე აბსოლუტურად უსახური, ჩემი აზრით მოშთვაში. ბატონგია თქვენ. მე თვითონ ვიზიტას სან-პაულუ მართლა ისეა, რომ აი წარმოგიდგენთ რა ეს იყოს 90-იან წლებში გაშენებული ვარკეთილი და გლდანი, ოღონდ 40 სართულიანი. სულ 40 სართულიანი. არაფერი არ შესანიშნავი ქალაქში. და ერთი ყველაზე მეტად რაც გამეგვირდა და გავგვირდა ორივე ეს არის რომ ეს განწყობა რომ ყოფები ქვეყანაში სოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს არ იყო. ერთი ბანერი არ იყო სან-პაულუს არ მან მიადგებოდი ითაკა კორინთიანსის სტადიონს, საერთოდ ვერ გეგებდი ამ ქალაქში. ხო, ამ ფან-ზონაში, ერთი ფან-ზონაა ქალაქში, ჟუაში და მეორე იყო ისე. მოსახლეობაც არ ხვდებოდა ეს არა, მოსახლეობა დილას დაადებდა თავს მიგდოდეს აი დიდი ისეთი ხალხის უამრავი პრობლემები აქვს. უამრავი პრობლემები აქვს ხალხსა, საკმაოდ ძიმე ცხოვრობენ. და ეს პრობლემები იგრძნობა ეს სახეებზე იგრძნობა სახეებზე იგრძნობა მათ შორის იმაში რა ქვია საპროტესტო აქციაში მოყევი კი როცა მოდიოდ საკმაოდ საშიში ქართველი კაცი აქციის გარეშე კი ხო იცი რა მოდიოდით ბრუნდებოდით რიო-დე-ჟანეიროდან სან-პაულუში ავტობუსით იმიტომ რომ თვითმფრინავი მგზავრობა ძალიან ძვირია საოცრებია ხო ბილეთის აღება მე არის როდის გაფრინდება ეს თვითმფრინავი რა თან ბილეთის აღება რო გვინდოდა ეს სანამ ვაფორმებდით ბილეთს სამჯერ გაძვირდა. ანუ მე რო თქვით რომ 10 და 20 დოლარი ვერ გაძვირდა. ესე ვთქვა თუ გიდა 160 უცხო გახდა 420 მე გახდა 630 და ბოლოს არა მოვასწარ დახორცდა უკვე 900 ავიდა და ნუ ახლა 900 რეალი არის 500 დოლარი და სამეურია და მე თავი რაც მატარებელი არ არის ქვეყანაში. ანუ რიო და სან-პაულუ მატარებელი მარკესის მოთხრობებში. თვითმფრინავი მანქანა, ავტობუსი, არა, რა ქვია, რკინიგზა არ არის ამ ორ ქალაქს ყოველ შემთხვევაში არ აკავშირებს. და ავტობუსები გზასაც გააჩნია, ესე იგი სან-პაულუ და რიო ორი უდიდეს ქალაქია, ხო? ტრასა უნდა იყოს ნორმალური. რიოდე რო ჩადიხარ ვოლტეხილია 60 კილომეტრი დაახლოებით როგორ გზას თუ გახსოვთ ადრე მახინჯაურიდან რომ მოდიოდი ჩაქვიდან უნდა დადგე და გაატარო მეორე მანქანა დაახლოებით ეგეთი გზაა და ეხა ბიძიამ არ მოყვა ბოლომდე შენ პიკეტის ამბავი ბიძინა სუდოკუს იყვანდა იმ დროს ნერები არ მოიშა იჯდაში და მე გავედი ეხა და დავზვერე ეკით პიკეტთან მივედი მოვედი გავარი იმაში რა ქვია არა ბიძინა რო არა იჯდა და სუდოკუს იყვანდა და მე ხა დავზვერე მივედი პიკეტს 90 წელი გამახსენდა როასე ტიპები ვიღაც იარაღით განან ვითხეს დაახვიეთ აქედან თქვენი ჩემპიონატერად არ ვიდიხარ 7 კილომეტრი რიგი იყო ნუ პიკეტი ვიღაც მოტოციკლისტები დადენ მარტო აქეთ ზავლენ წამონა ამბავს მოიტანენ მოკლას იმან იმიტომ რომ ის მოდის ამ ავტობუსებს და მანქანებს შორის არეკილი ეს ისა მოტოციკლისტები და გეუნებიან ისინი თვითონ რომ გამოიწია ხა აქედან იმიტომ ის განჩერებელი არ არის შიგადაში გისურიან ჰაერში და ამათ არ ადარდებთ კიდე ეს ავტობუსის ზღოლების ის არხენად არა ნუ არავის არ ადარდებთ ერთადერთი კაცი ვისაც ადარდებენ გია არ მე მივხვდი გამოვედი გარეთ გესმის და მივხვდი რომ 7 კილომეტრია რიგი ხა რაც უნდა ვინერვიულო მე არა ამბოლი ხუთი საათი ვდივართ ხო და გამოვედი და ეს იყო პროტესტი ჯებელოვის წინააღმდეგ და ფაველებია ეს არის რიოს გარეუბანია აი ეს ფაველები მაინტერესებს დილს როდის ეს პიკეტი იცი ბრაზილია რო თამაშობს იმასთან კამერუნის თამაშის დროს ანუ ის ხალხი თავისი ნაკრების თამაში გერუღორდნენ დროს მოვიდა და კიდე პლუს არ მიცა საშუალება თავის ხელზე ეყურებია ანუ ეს მითი მაგრამ ბრაზილია რადიო არ კაირამე ქონდა რადიო და ბრაზილია გოლსოიტა და ავტომატის ჯერი დაღლისთავდა შენ გული გვისკნება რატო ისეა თურმე გაიტანა ემან რა ქვია ემანმა გოლი მოგერა სული საგიზეთია აი კაი კითხვა დასვა გიორგი ანუ ის რო თქვა ბრაზილია ცხოვრობს ფეხბურთით არის მითი არა მითი არ იყო იქ არა მითი არ